ფილტრი არ არის, არა მართლა მაცვია. ვინც არის ჩემს ხორცილებზე ნაყოფი, მხოლოდ იმ ხალხს ვყავარ შარვალ კოსტუმში, ნანახი და ხალხში. დანარჩენ შემთხვევაში ვერ ვნახავდით. იმიტომ რომ არასდროს არ მცვია. არ ვცხოვრობ საშარვალ კოსტუმზე და სახალხო ცხოვრობით. ახლა განა ვინმესთან გართულება მაგის შარვალ კოსტუმს არ არის, მაგრამ მე არ ვცხოვრობ, მოკლედ არ მჭირდება. და ვერავინ ვერ ვნახავდა შესაბამისად, ხო? ახლა ვინც დამინახა დასაწყისშივე რა ხდებაო კითხულობს რა ჩაუწვია ესაო. მოკლედ ვინც ახლა ცუდად მიცნობს თუ კარგად მიცნობს თუ ნეიტრალურად არ აქვს მნიშვნელობა, ვის თვალშიც როგორი ვარ, ცუდი ვარ თუ კარგი ვარ, ჩემი ჩაცმულობა მე ვერ შემცვლის, ხო? ვიღაცისთვის თუ ცუდი ვარ, რას არ უნდა მეცვას, მაინც ცუდი ვიქნები, ვიღაცისთვის თუ კარგი ვარ, რას არ უნდა ჩავიცვა, მაინც კარგი ვიქნები, ხო? ეს ხო აქსიომაა, პრეუდიცია, ანუ ამას მტკიცება ხო არ უნდა, ყველა ხო თავხდებით ამაზე რომ ადამიანს ჩაცმულობა ვერ შესვლის. ამაში თავხდებით, ხო? ახლა რა ხდება? ჩვენ ადამიანები, ან მე ახლა მაგალითად ვიდეოს რო ვწერ, რაღაც პოლიტიკას თუ შევეხები, ბევრჯერ მოუწერია ვიღაცას რომ რა შენი საქმეა პოლიტიკა, თოხს მიხედეო, დრუჟბას მიხედეო და კარბულატორს, მოკლედ, შენ საქმეს მიხედეო, აი ეს უთქვიათ. ანუ ადამიანებისთვის, ესე იგი, ვინც შარვალ კოსტუმში შითება, რავი, თუ ცოტა საზოგადოების წინაშე რაღაცნაირად წარსდგა, არ აქვს მნიშვნელობა და შარვალ კოსტუმით შეაჩვია ამ ადამიანმა ხალხს თვალი, ესე იგი, всё, იმისთვის არის მარტო პოლიტიკა შესაძლებელი. ანუ პოლიტიკაში ჩარევა თუ აზრის გამოხატვა არ აქვს მნიშვნელობა და ვინც ახლა გლეხი ადამიანია თუ რიგითი ადამიანია იმასთვის არა და ის ადამიანები ვინც მე მეუბნება რომ რა შენი საქმეა პოლიტიკაო განა მარტო ჩემ თავზე ამბობენ თავის თავზეც მამას ამბობენ ესე იგი რადგანაც შარვალ კოსტუმებით არიჩითებიან მათი საქმე პოლიტიკა არ არის და მათი ჩარევა არ არის მიზანშეწონილი ანუ მათი ბედი უნდა გადაწყვიტოს ლამაზად დავარცხილმა ვიღაცა ინტელიგენცია მასე ბჭყალებში ვთქვა რა რომელსაც შარვალ კოსტუმი აცვია ახლა ხას რატო უსვამ შარვალ კოსტუმს რომ იმათ თვალში შარვალ კოსტუმიანი ტიპები არის უფლებამოსილი რომ პოლიტიკაში ჩაერიონ და მათი ბედიღბალი გადაწყვიტონ და ქვეყნის მოწყობის მიმართულება ასე ფიქრობს სამწუხაროდ 80% მინიმუმ ნუ ვთქვათ 80% და მე და თქვა ნებისმიერმა სხვამ თუ რაღაცა თავისი არა თუ ჩარევა თუ აზრი გამოვხატეთ პოლიტიკური რაღაცა ჩვენთვის არ შეიძლება ეგრევე ესე იგი აი კიბოს ეფექტი როა ხო იცი რა კიბორჩხალებს თუ ჩაყრი ვედროში გავიხდი ამას რა ისეთი არაფერი არ მაცვია მაისური თქვა კიბორჩხალებს თუ ჩაყრი ვედროში ერთი კიბორჩხალა თუ დაიწყებს ამოსვლას მეორე ებღაუჭება და არ უშვებს ანუ თუ სიტყვაზე თვითონ არის გლეხი მეორე გლეხს არ აქვს მარტო ლამაზად დავარცხნილმა პოლიტიკოსებმა უნდა მართოს მთელი ქვეყანა და თვითონ თავიანთი ცხოვრებას რა და აი თქვენ ზუსტად თქვენაირი ცნობიერების ადამიანებია რომ არ ერგებით პოლიტიკაში თქვენი ჭკუით ანუ ესე იგი მე აპოლიტიკური ვარ ამბობენ გამიგეთ ესე იგი ჩემი პოლიტიკა ანუ არ მაინტერესებსო და აპოლიტიკურობის უფლება აქვს ვისიცით ვისი პოლიტიკაში ჩარევა ან არ ჩარევა რამე შეცვლის და თქვენ რო ჩაერიოთ ან მე რო ჩავერიოთ უნდაც პოლიტიკაში რამე შეცვლით რამე დააკლდება ან მოემატება პოლიტიკას ანუ ჩვენ არ გვაქვს აპოლიტიკურები რო ვიყოთ ადრეს მithქვი ეგა და ახლაც ვიტყვი აპოლიტიკურობის უფლება არ გვაქვს იმიტომ რომ ვერავის ვერაფერს ვერ დავაკლებთ ამიტომ ვალდებული ვარ ჩავერიოთ და აი სანამ თქვენ რო გიყვით და რო არ მოგწონთ ეს ქვეყანა და ქვეყანაში ცხოვრება და არ მოგწონთ ზოგადად მთავრობები სანამ ასე იფიქრებთ და იაზროვნებთ და იოცნებებთ იმაზე რომ კაი პოლიტიკოსი მოგივადა თქვენი ცხოვრება კარგად წავა რომ ესე იგი თქვენ რადგანაც გლეხი ადამიანი ხართ თუ რიგითი ადამიანი ხართ თქვენ არ ხართ ესე იგი ღირსი პოლიტიკაში ჩარევის და არ გაქვთ უფლება პოლიტიკაში ჩარევის მანამდე იქნებით ისე როგორც ხართ და პოლიტიკოსი და პატრიოტი აქ უნდა იყო და აქ ცნობიერებაში და გულში და არა შარვალ კოსტუმით გამიგე ანუ რადგანაც შარვალ კოსტუმი გაცვია მარტო იმით არ გაქვს უფლება პოლიტიკა წყვიტო და სამწუხაროდ როგორც ვთქვი 80% ასე გონიათ ესე იგი ინტელიგენციის ცეხავიკების გადმონაშთების შვილები რომლებიც გამდიდნენ და ასწავლეს თავიანთ შვილებს და აზრზე არ არიან მართლა რეალურად რა უჭირს ამ ქვეყანას სანამ ისინი იქნებიან პოლიტიკაში და არა მართლა რეალურად ვინც იცის ამ ქვეყანას რა უჭირს ისინი ხმას არ მოიღებენ და იფიქრებენ რომ უი ჩემი საქმე პოლიტიკა არაო ისე იქნებით მანამდე როგორც ახლა ხარ და როგორც არ მოგწონთ თორე რაც შეეხება კარგად ცხოვრებას ხშირი არასდროს არ ყოფილა მე არც ერთი ხუთი მთავრობა გამოვიარე და არც ერთი მთავრობის ხელში არ ყოფილა ხშირი იმიტომ რომ მიწასთან მუშაობ და სოფელში ვცხოვრობ და ვშრომობ ხშირი არასდროს არ ყოფილა და ყოველთვის კარგად ვიყავი და ვცხოვრობდი არც ბიზნესი გონია ჩემს ოჯახს და წინაპარს და არც არაფერი ჩემი შრომით ვარ მე ყოველთვის კარგად ვარ და არც
ის ნაცობა მჭირდება, არც ქოსობა და არც ერთი მთავრობის ტრახში ძრომიალი. უბრალოდ უნდა ჩაერიო, გამიგეთ? აი ამის თქმა მინდოდა დღეს. იმიტომ ზიზილპიპილო და რაღაცა ფიმფამფოები იმიტომ ჩავიცვი. თორე ჩემ დღეში არ ჩამიცვი და არ ჩავიცვა. მაგრამ ჩარევას რაც შეეხება და აზრის გამოთქვას ახლა თქვენაირებს რო უყურე, რომლებიც ფიქრობენ რომ უი ამას რა უფლება აქვს პოლიტიკური აზრი დააფიქსიროს და დრუჟბას მიხედოსო, თქვენ ვერ დაგიჭირებთ რა. თქვენ ისევ მიხედეთ, რავი, თქვენს იმას. რაც გონია თქვენი თავი, სადაც გონია თქვენი თავი და სადაც წარმოგიდგენთ, იმ ადგილს მიხედეთ და დანარჩენს ვის ფიქრობს რომ ყველაფრის უფლება გვაქვს. ოღონდ ეს ქვეყანა იყოს კარგად, ჩვენ ვიცით რაც უნდა ვქნათ რა.